როგორ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ძიებაში. ამ სახელწოდებით გაფართოებული ფორმატის კონფერენცია გამართა დემოკრატიის კვლევის ცენტრმა. შეხვედრას სამოქალაქო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები დაესწნენ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს თუ როგორ უნდა მომზადდეს სახელმწიფო ინსტიტუტები საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ შესაბამისი პოლიტიკური ნების გამოვლენის მხრივ, რათა ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად ახალი არჩევნები დაინიშნოს. მომდევნო შეხვედრას დემოკრატიის კვლევის ცენტრი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან გამართავს. Მნიშვნელოვანია ის, რომ გაანალიზდეს თუ რატომ მოვედით აქამდე, რატომ არის ზოგადად ეს პრობლემა ქვეყანაში შექმნილი, როდესაც არ არის არჩევნების ლეგიტიმობა ცნობილი და ჩვენ ვსაუბრობთ ახალ არჩევნებზე, პროტესტი გრძელდება უკვე თვეების განმავლობაში, პირიქით კიდევ უფრო მეტად აქტიურობს საზოგადოება და რეალური მოთხოვნა არის, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს კომპრომისებზე. ფაქტია ის, რომ ხელისუფლება არანაირ დიალოგს საზოგადოებასთან არ აწარმოებს. უფრო და უფრო იზრდება ის ყრუ კედელი, რომელიც საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის არსებობს. ხელისუფლებას არანაირი სურვილი არ გარჩენია საკუთარი 1000-ობით, 10000-ობით მოქალაქესთან დაეწყო დიალოგი და ყოველთვის საზოგადოება მზად არის ამ დიალოგისთვის, მაგრამ ეს დიალოგი უნდა იყოს იმ რეალური ძალაუფლების მქონე პირთან, ვინც არის ყველა ამ ინსტიტუტის უკან.